შეიძლება მოყვეს შედეგად რუსეთის შემოსვლა საქართველოში? თუ მოხდა კონფლიქტი, ვიმეორება არასასურველი სცენარია ჩვენთვის და ალბათ მთელი მსოფლიოსთვის, თუ მოხდა კონფლიქტი, ეს არ იქნება ძალიან ასე ვთქვათ, იოლად დამთავრებადი და გასეირნება რაღაცა საომარი ეპიზოდის კინოფილმის სიუჟეტებზე. ეს იქნება სერიოზული ნგრევა მთელი ახლო აღმოსავლეთის და არაბული სამყაროს აფეთქება შიგნიდან. მარტო 25 მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანში, აი თებრიზის მხარეში, ირანის აზერბაიჯანის სახელწოდებით და გეოპოლიტიკური ვარაუდებით ეს მასა მოაწყდება ამიერკავკასიას და მათ შორის საქართველოსაც. თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვენი ტოლობისთვის ვერ მიგვიხედეთ რა დღეში ყავს ხალხი ბნელ ოთახებში და გამორთული შუქები და შიერი ბავშვები და სრული უყურადღებობა და უპატრონობა, თუმცა ნაწილი გარკვეული ღირსია ამის, იმიტომ რომ სააკაშვილის მომხრები და ტაშის მწყვრელები იყვნენ თავის დროზე, თუმცა ეს არ ამართლებს ამ ხელისუფლების ავაზაკურ მოქმედებას მათ მიმართ, თუნდაც ჩემი მომხრეები რატო უნდა დაჩაგვროასე, ხო? და ახლა ამხელა ტოლვილი მასა რო შემოარდეს აქ, ეს იქნება საშინელება. გარდა ამისა, იმასაც გეტყვით, რომ იხილება ატომური დარტყმის მიყენების საკითხი თეირანზე და მექაზე. გარკვეულ წრეებში, რა თქმა უნდა, არაოფიციალურად გეუბნებით ამას და არ ვასახელებ არანაირ წყაროს. ეს ფიზიკურად ჩვენთვის ძალიან საშიშია. ეს ფიზიკურად საშიშია, ეს განადგურება იქნება. ასეთი რაღაცაც იხილება, რადგანაც თქვათ, აი, ამ ჯერჯერობით პოლიტიკოსებში არა, მაგრამ აი, ვინც პოლიტიკურ სამზარეულოს აკეთებს, ახლა ჩვენ ხვდებით საზოგადოებრივ ამ ხალხს. აი, იმ წრეებში უკვე ახლა ეს აზრი რო გამოითქმა, უკვე სამხედრო საყურადღებოა, ხო, ატომური იარაღის გამოყენების აზრი და ემყარება ახლა რა პრინციპს, ეს რომ აი შეუძლებელია არაბი თუ არ შეაშინე, შეუძლებელია მასთან თანამშრომლობა. აი ესეთი განწყობა პოლიტიკური სამზარეულოს დირექტორებში. და ასაბუთებენ ამას იმითაც, რომ აი რომ დაიბადება არაბი, აძლევს მშობელი ხის ჯოხს, დაეუბნება რომ ეს არის ავტომატი და მოკალი ებრაელი. ეს მართლა ასეა. ის ბავშვი პატარაობიდანვე ვარჯიშობს როგორ მოკლეს ებრაელი. ეხლა მოგეხსენებათ რომ ჩვენი მოწმე ებრაელები სახუმარო ხალხი არ გახლავთ, ფაქტურად დღეს ისინი ხელმძღვანელობენ სოფლიოს მთავარ იმპერიას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის ფინანსურ სისტემას, ეკონომიკური მოდელი დღევანდელი მთლიანად არის ებრაელი მაგნატების ხელში. შესაბამისად სამხედროც ხო? დიდი ბრიტანეთიც იღებს ლონდონის ბირჟა მორგანებია იქ, ოქროს ბირჟა მაგათი კუთვნილება. და იგივე მომავალი პრემიერ-მინისტრი მილიბენდი ებრაელია ბრიტანეთის. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მილიბენდი არის ებრაელი, უნგრელი ებრაელი იყო მამამისი, რომელიც გაიქცა ჰიტლერის საფრთხეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ამდენად ეს არის მდგომარეობაში ვარ. ხო, საშინელი არა, გამოსავალი არის, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა საფრთხეები გვემუქრება, მით უფრო იმ ფონზე, როცა გვყავს პროვოკატორი ხელისუფლება, რომლის მიზანია, რომ აფეთქებების, ტერაქტების, დაძაბულობის ხარჯზე სკამის შეინარჩუნოს არჩევნები გააყალბოს. მე დააწერინოს დასვლა. სმენელია თუ არის სმენელი საღამოშტობისა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ. ალო. გამარჯობათ. გამარჯობათ. მოგესალმებით და ბატონშალოს აფხაზეთში რომ დიდი პატივისცემით ვარ ამ ადამიანის მიმართ გამშვალული, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი რეალობისთვის ძალიან ისეთი როგორც ხარ შეუფერებელი ისინი აქვს და ჯობია იმაზე ვიფიქროთ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი მოვიდა ივანიშვილი და როგორც სანამდვილად მოვა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თვალხელში არ ჩაგვიგდონ რესპუბლიკელებმა. აი ამაზე ჯობია რომ ვიფიქროთ და ამაზე ჯობია რომ ადამიანებს რჩევა მოვცეთ. დიდი მადლობა. იცოცხლეთ. მე მინდა პირველ რიგში დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ივანიშვილი და მის გარშემო შეკრებილი პროამერიკული ძალები ხელისუფლებაში არ მოვიდნენ. პოლიტიკურად ყველაფერს გავაკეთებთ, რადგანაც ეს იქნება ამ რეჟიმის დაკანონება 20-25 წლით. ეს იქნება შევარდნაძე სააკაშვილის გარიგების გამეორება, ამ შემთხვევაში ივანიშვილის სააკაშვილის ძალიან სერიოზული განცხადებაა ეს. ეს სერიოზული განცხადება კი არა, დასაბუთებული განცხადება, ყოველგვარი ემოციებისგან გაცლილი. ეს არის ზუსტად ასე. მოვა ეს პიროვნება, უკვე გამოცხადებული აქვს ამინისტია. გამოდიან და რასაც ხადებენ, რომ პოლიციის რეფორმა კარგია, რომ საგადასახადო სისტემა კარგია, ნატოს ორიენტაცია კარგია, მერაბიშვილი ჭკვიანია, ის რა ქვია, ბოკერია რეაქტიულად ჭკვიანია, უნდა ამინისტია მივცეთ ყველას, არავინ არ უნდა დავსაჯოთ, რას ქვია? 450 სოფელი თუ 650 სოფელი დავკარგეთ, თვლაც კი შეუძლებელი, უამრავი ახლა ორკომლიანი სოფლებია კიდე, რომელიც ჩვენ რაღაც პატარა სოფლებია სააკაშვილმა. რაღაც პატარა სოფლები მაგისთვის არის, იმიტომ რომ მაგას სამშობლო არ აქვს და არც ქონია, ხო? ტერიტორიები დავკარგეთ. ცხინვალში და სოხუმში ვენესუელას და ნიკარაგუას და რუსეთის ელჩების ხედან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებში.
ამდენი ხალხი, ნაგვემი, ნაცემი, ამდენი ახალგაზრდა ჩახოცილი, მათ მიერ წამოწყებულ ომებში თუ მათ მიერ დაკოქილი პოლიციელების საშუალებით, ამდენი პოლიტიკური პატიმრები, ამდენი საკუთრება ჩამორთმეული, ამდენი გატყავებული და გაზარცული ხალხი და შენ რა უფლება გაქვს რომ პატიობ რეჟიმის ლიდერებს, ამხელა დანაშაულებს და გამოდის რეჟიმის ლიდერებს არ პატიობენ. გასკვე როგორ პატიობენ, გამოვიდნენ და გამოაცხადეს რომ ჩოჩელსაც კი ვაპატიებთ ყველაფერს. ეს ჩემი ჯიბრით გააკეთეს იმ ჩოჩელს, რომელმაც ფეხქვეშ გაიგდო საარაგო და მცხეთამთიანეთი. ფეხქვეშ გაიდო და ესე იგი რო იტყვენ ყველაფერი იკადრა და ყველაფერი გააკეთა, ყველაფრის წარმოება გახსნა. ლუდი მაგისია, კაფეტი მაგისია, პლასმასის მილები მაგისია. განსხვავებით იმისა, რომ ბიზნესისთვის ხელი შეეწყო და უპატრონო ხალხისთვის მიეცა ასპარეზი, რომ აი ეს ბიზნესი წამოეწყო და დახმარებოდა, ყველაფერი არის მე ამ პრინციპით და რო ჩამოივლი ახლა ნატახტარზე, ჯურის მონასტრამდე, იცი ვის სუნი დგას? ბოინის ხორცს საკლავის სუნი დგას. იქ რო ააშენა ეს ხორცის საკლავი და გლეხებს აუგზალა საქონლის დაკლა ეზოში. და უნდა ჩაიყვანოს ის ზროხა იქ ფული გადაიხადოს, იქ დააკვლევინოს და მაშინ ფული გადაიხადოს. საღამოს თურმე მაპატიეს სისხლს უშობენ მდინარე ნარეკვავში, ეს არის საშინელი სუნის მქონე, როცა უკვე იხსნება და მოწამლულია მთელი გარემო და ამას ვეძახი ჩოჩელის სუნს, რო ავივლით ხოლმე ცხვირზე ვიფარებთ ხელს. აი ამ ჩოჩელს უცხადებენ ამინისტიას, მერაბიშვილს უცხადებენ ამინისტიას, ბოკერიას უცხადებენ ამინისტიას და აქებენ. მთელ სახელმწიფო აპარატს ეუბნებენ, რომ ადგილზე დაგტოვებთ. აბა თუ ესენი ადგილზე დარჩნენ, მაშინ ხელისუფლება რატომ შეიცვალოს? რატომ შეიცვალოს თუ ამ პოლიტიკის გამტარებელი პოლიციის უფროსები, უდის უფროსები, მოსამართლეები, დამსჯელები. მოსამართლეები არა, რა თქმა უნდა, მეც მაკითხავს ამ, როდესაც მოდიან ამ კოალიციიდან. ანუ რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, რომ აი შენ გადადექი პრეზიდენტობიდან. ანუ მარტო მიხეილ სააკაშვილმა არ უნდა აგოს პასუხი. უნდა აგოს პასუხი. არავინ არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ეს ზალა იმითოა შერჩეული ამერიკისგან, რომ სააკაშვილმა არათუ პასუხი არ აგოს, არამედ გააგრძელოს ქვეყნის მართვა. ეს უთხრა პირდაპირ ობამამ, ხო? ფორმალურად გადააბარე ძალაუფლება და ხელისუფლად დარჩიო. ესე იგი ობამა სააკაშვილის შეხედვის უამრავი ინტერპრეტაცია. არაფერი ინტერპრეტაცია, პირდაპირ თარგმანია, რომ შენ ხარ რეფორმატორი, შენი ქვეყანა არის სამაგალითო, დემოკრატიით, ეკონომიკური რეფორმებით, პოლიციის რეფორმით, ფორმალურად გადააბარე ძალაუფლება და ეს კურსი გააგრძელო. ეს უთხრა პირდაპირ ტექსტობრივად. ორი და მსმენელია, თუმცა სანამ მსმენელი ჩაერთვება, ეხლა აი რაღაც ძალიან თუდად უნდა ჩავჭხირო სადღაც, მაგრამ იცით რა არის? ალბათ დამეთანხმებით ხო ბატონო შალო, თქვენ ხალხის ლეიბორისტული პარტია ხართ. ამ პატარა ბავშვებთან, ამ ახალშობილებთან, ამ მიხეილ სააკაშვილს ნუ უშვებთ ესე. ჩააცვით მაინც რაღაცა ხალათი, იმიტომ რომ შეიძლება რამე ინფექცია არ გადაასდოს, მით უფრო რომ მიხეილ სააკაშვილი. არ გეცოდებათ ეს ახალშობილები. უცხოეთში ყოფნისას საეჭვო ადგილებში დაიარება. გახოვლე არ ვიცი მე, ნეტა იყვნენ მართლა ისინი თოჯინები, როგორც სხვა სახიობები როლებს თამაშობენ იმ სამამტყუპოებში და. თუ ეს ბავშვები ასე ჩააცვით ამ არანორმალურს რაღაცა, რომ ბავშვებთან არ შეუშვათ, მე რომ მომიდომა, არავინ არ შემიშვებს რომელიმე სამამტყუპოში ხალათის გარეშე ახალშობილ მე რა პრეზიდენტი რა ვირუსი არ მიეკავს, სულ ვირუსია და ამის გარდა მოსთხოვეთ უფასო მშობიარობის დაწესება. მოსწავლე ვირუსია. ბავშვის დაბადება ღირს ფული მშობლებისათვის. რა საჭიროა სააკაშვილის 32 გაკრეჭილი კბილი. ბავშვი რო იბადება, უფასო მშობიარობა საჭირო, რაც. აი ეს მოსთხოვე და პირველ რიგში აი ამ ხოტბის შემსრულებელი და სააკაშვილის მლოკველი ადგილობრივი აქტივი ტაშრო უკრავს ავტობუსებით რო დაყვება დაატერორეთ კაი გაგებით. შეაფურთხეთ სახე. აი იმ ქართველების ჭკუაში ჩამახედა, აი ესე შეიძლება ეს სახში შეშობა შეიძლება? სააკაშვილს რო შეაქებს დღეს კაცი და გამოაძევეთ ხალხო. სახში როგორ უნდა შეუშვათ, შეიძლება ჩვენი ნათესავები არიან, მაგრამ არა გუშინ დმანიში რა იყო, დაინახეთ. ერთი კაცი არ აღმოჩნდა დაესტვინა ხალხო. პუტინი ვერ გამოდის გარეთ, რა დააშავა პუტინმა რუსეთი გაზარდა და აფხაზეთი და ცხინვალის მიამატა იმპერიას. და უსტვანენ რო გამოდის სტადიონებზე. ერთი მსტვანელი აღარ ახართ ხალხო, გაწყდით? მაპატიეთ რა. კარგით, ერთი წუთი დაგვრჩა, ერთი მსმენელი. საღამოშტობისა პირდაპირ ეთერში ხარ გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობა. ბატონო შალვა. დიახ. აი მოხდა ისეთი რაღაცა, რომ აგინჩიეთ თქვენ პრეზიდენტად. რომელი გუნდით აპირებთ პარლამენტში შესვლათ, ან საპრეზიდენტო რომელი მინისტრები ეყოლებათ, რომ თქვენ თვითონ ინტელიგენცია არჩეთ ოპოზიციას არ უდგას გვერდზე. რით აპირებთ საერთოდ აი ინტელიგენცია, რომ აღარ არის საქართველოში? აი თქვენ რით აპირებთ მოსვლას და იმ ქვეყნების დაბრუნებას, რომელსაც ამბობთ თქვენ აი სამაჩაბლო რა თქვა უნდა აფხაზეთი და დაასე და დაასე. გასაგებია კითხვა, რომელი ძალით აპირებთ მოსვლას ხელისუფლებაში, იმიტომ რომ დრო აღარ აქვს დიდბოდის სუხთი მსმენელს. ღერთმა ინებოს და ჩვენ არ ვაპირებთ პარტიული მთავრობის შექმნას. მთავრობა იქნება მხოლოდ მრავალპარტიული,
იგივე წეღან ჩამოთვლილი ტელემაყურებელი ზარში პოლიტიკური პარტიები ყველა მიიღებს მინისტრის პორტფელს. იქნება კოლექტიური კოალიციური ხელმძღვანელობა. სხვა შემთხვევაში ჩვენ დავამსგავსებით მოქალაქეთა კავშირის და ნაციონალური მოძრაობას გავიხსნებით და ჩავლპებით ჩვენი ოპოზიციის სოდოების მიმართ ჩავ. როგორ იქნებით განწყობილი? დაუშვათ მოხვედით ხელისუფლებაში. ოპოზიციაში ყავთ ნაციონალები, ივანიშვილი, რესპუბლიკელები, მათ მიმართ როგორ იქნებით? არ დავიჭერთ, არ დავარბევთ, არ მოусმენთ, არ წავართმევთ, მაგრამ ლიდერებს პასუხისგებაში მივცემთ მათ შორის სააკაშვილს იმ ცოდვებისათვის რაც ჩაიდინეს, რათა მომავალმა თაობებმა და მომავალმა პოლიტიკოსებმა იცოდნენ, რომ ცოდვა დაუჯელი არის. ჩვენთან რატო ხდება ეს ამდენი უბედურება, მე გეტყვი თქვენ. დაუჯელობის სინდრომია. დაუჯელობის სინდრომია უმაღლეს დონეზე აყვანილი. აი ახლა კორეა რის შემდეგ დადგა ფეხზე? სამხრეთი კორეა. დღეს არის სანიმუშო ქვეყანა და იაპონიას ეტოლება, ხო? მაგრამ ეს იყო ჩამორჩენილი ხვლიკებს ჭამდნენ და იმას რა ქვია, მეწარმოვლებს. დღესაც, მაგრამ უფრო 500 კლოვანი სასტუმრო რესტორნებში. მას შემდეგ რაც გაასამართლეს ერთდროულად ორი პრეზიდენტი, როდეო და ჩონდუ ხვანი, რომლებიც მოვიდნენ გაყალბების გზით და დაამყარეს დიქტატურა. აიღეს კორეელებმა, ორივე გაასამართლეს, მისცეს სამუდამო პატიმრობა და მას შემდეგ კორეის პოლიტიკური ელიტა ცუციკივით არის. ვერაფერს ვერ ბედავს. იციან რომ წინამდებარე პოლიტიკოსების გამოცდილება აქვს სავალალო და სამწუხარო. აი, როდესაც გასამართლდება შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია, უგულავა, აი ელექტროენერგიაზე რომ ნაგავი მიაბა, აი მის ავტორი უგულავა, ეს იქნება მაგალითი მომავალი მთავრობებისათვის, რომ მათი ადგილი იქნება ასევე საბრალდებო სკამზე თუ დაუშვებენ ამგვარ ცოდვებს ისევე როგორც ცნობილმა ისტორიულმა მეფემ დარიოსმა სპარსეთისამ გაანთავისუფლა თავისი უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე, რადგან იგი ქთამებს იღებდა და არა მარტო გაანთავისუფლა, არამედ დაკლა, ხავი გააძრო. ხავი, ხო? ხავი გადააკრა სავარძელს, დაუძახა მის შვილს და უთხრა: "აი ეს კამი შენ გეკუთვნისო, მაგრამ გაიხსენო ვის ტყავზე ზიხარ." კარგი. აი ესე უნდა გადაეკრა 60 ტყავის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო შალვა საინტერესო საუბრისთვის. ძალიან დიდი მადლობა რომ თქვენ დარჩით ასე ობიექტური. მადლობა. ნახვამდის გემშვიდობებით მე პირადად ნინო რატიშვილი კვირას ხამის სტუდია